გამარჯობათ. დღეს მე და ელენე შევაფასებთ ამ ბოდიჩიას. თითქმის ყველაფერი დავდე კიდე ჩამომდის რაღაცეები და საინტერესო ვიდეო გამოვა. ელენეს აზრი მე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ბრენდი და მინდა შეაფასოს თუ როგორ ჟღერს და რანაირად. მზად ხართ ხალბატონო? შრომისთვის და თავდადებისთვის? მოდი ახლა რა ვქნათ ჩვენ. ჯერ დავიწყოთ აქედან ყველაზე იაფიანი რაც არის, აი ეს. აი ეს არის ბოდიჩიას ვიქტორიუს კომპლექსი. დაანჩენებს ნუ ცეცხლი უკიდია 1000 ევროზე ნაკლები არც ერთი არის. ხო, ეს უნდა მოვიცი, მანამდე ქონდა, ხო? ეს იმას გავს. ორთო პარიზის. ქოიუმს, ხო? გავს, ხო? ოღონდ აი ქოიუმი თუ არის რბილი, ხო? ეს არის ცოტა იკბინება ეს. აი ქოიუმზე, ნუ არ ვიცი, ძალიან ბომბია. აი 2 საათის შემდეგ ხო, უკვე კაია. იკბინება, თავი. 2 საათი ძალიან ხალის. ხო, ნუ ეს ამას ვეძახი გიჟების უნარ, ხო? ნამდვილად ესეა. მაგრამ ნუ ძალიან კარგი სუნამოა, ხო. აი ვისაც არ ყოფნის დაუშვათ აი ეს რაღაცა შლეიფი რაღაც, ნუ ხა ქოიუმს არ აკლია მგონი არ შლეიფი, ხო? ქოიუმიც მაგარი მდგრადია, ხო. აი ეს ხო, რაღაცა უფრო რაღაც კონცენტრირებულია ეს. კაი სუნამოა, მე მომწონს ეს. უბრალოდ ახლა აი ამისი ტარება ესე მე ვერ დავისხავ ხო რა, ნუ მით უმეტესო მომწონს, აი მომწონს, მაშინ დავისხავ, რა ვიცი, აი 2 საათით ადრე სანამ სადმე გავვალ რა. 2 საათში უკვე კაია. არა, ნუ დოზირებასაც ხო გააჩნია რამდენს გაისხავ, ხო? ახლა ეს ალბათ ერთი ეყოფა, ხო? კი, ერთი ყოფნის. ეხლა გადავიდე ჩვენ ძალიან ლამაზ, ძალიან დახვეწილ და ძალიან მაგარ სუნამოებს. და გადავიდეთ ჩვენ აბა ჰასუზე. ეს არის ჰასუ. მაგარი სუნამო. მაგარია. ხო, ეს ჰასუ ანუ გავს განიმეც, ხო? ხო, მეც ვამსგავსებ, კი. მე ვამსგავსებ, ხო, ამას განიმეც ვამსგავსებ. ოღონდ იცი რა, აი განიმედი ხო სინთეტიკური სუნები აქვს რა ამ განიმედს, ხო? გეთანხმები. და ამას ახლა არ ვიცი, იმიტომ არ არის რაღაცა ძალიან ძვირიანი ბრენდია და ასე შემდეგ, მაგრამ უფრო ნატურალურად ჟღერს აქ ყველა ნოტა, ხო? აი, დაჟე რას ვატყობიცი მე? აი, რაღაცა განიმედი რომ იყოს ნაკლებად ქიმიური და სიგრილე რომ მოქონდეს. აი ეს ყველაფერი, აი ეს რაღაცა ტყავის ამში, რაღაცა ეს აკიგალა უდი, გეგონება რაღაცა იმ მთის სიგრილეშია გახვეული რა. მაგარი სუნამოა ძალიან. ნაკლებად რაღაცა ეს სინთეტიური ნოტები, მაინც განიმეც ახასიათებს. კი, ნუ ეხა ეს აკიგალა უდი ხო იმენა ეს სინთეტიურად არის შექმნილი ხელოვნურად, ხო, ნუ ეს ხო არ არსებობს ბუნებაში რა. მაგრამ ძალიან კარგია. ძალიან დახვეწილია. განიმედი მოვიბეზრე, ვეღარ ვისხავ, ნუ რაღაც მაგარი სუნამოა, მაგრამ ნუ არა რა. ხო, აი, ხო და ეს ჰასუს დიდი სიამოვნებით. მოდი ახლა ვნახოთ ოპალი. მოდი ვნახოთ ვენახი. ამ შეჭამა ვენახი. ხმაზე რამე დაკა. ესე იგი ხო ნოტების საკითხოს ხო აზრი არა აქვს. არა, ბოდიჩიაში განსაკუთრებით არა აქვს. არა, ვაფშე სხვა რამეა. ნოტებით ვინც აფასებს, მე ავთვლი იმას რაღაცა ესმის. აი ხა რომ ჩამოთვლიან ხოლმე ეს იმას არა ქვია რაღაცა ვანილი რაღაცა და ხო ნუ აშუაში ხა რა ვიცი ამას აბსენტი უწერია აშუაშია ხო ნუ საერთოდ ამაში ამბრა არის ხო ალბათ
ამბრაც აქვს, კი ვგრძნობ და მე ყველაზე უფრო იცი რას ვგრძნობ მაგაში, ფუსლის სუნი ხო და რაღაცა მეტალი და ფურცელი ხო რაღაცა ეგეც რა. მე რაღაცა თითქოს რა იცი გაერთიანებულია რაღაცა თან სიგრილი აქვს, თან რაღაცნაირი. კი, ოპალი. სუნია. მაგარია რა. ნუ რა ვიცი, თუ გძნობ ეხა შენ იცი ას? კი, აი ყოველდღე რაღაც დაკრავს თითქოს, ხო? თუ რა მაინტერესებს, იცი, რას თუ გძნობ შენ, იცი, აი სიტყვაზე ვქოთ, ეხა ტესტავ, აი 1000 ევროიან სუნამოებს რა. ანუ თუ იგზნობა ეგ. მოდი ბოლომდე დავტოვოთ ხო ყველა და მე ვიტყვი, ანუ რამდენად ჩემთვის ახლა შეეფერება დავშვი. მე ვერ შეუფასებ ახლა ფასის. მაგრამ ნუ ახლა ხარისხი პროსტა ძალიან იგზნობა, ხარისხი თუ კარგია, რა თქმა უნდა. ხო, ძალიან იგზნობა რა. ეხლა ჩვენ ოპალი დავტესტეთ. ეს იყო ოპალი. ეს არის, რავი, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. ტორერო ძალიან მაგარია. ეს მეც მომეწონა ძალიან სხვათა შორის. კი, ეს არის აი ჩემი აი პროსტა აღმოჩენა და რა ამ ქვეყნიური სუნამო რა. მე ძალიან მომწონს. აი პირველივე გასხმიდან რომ მოგეწონა სუნამო ესეთია, იცი? აი გრილი, ეს ციტრუსები და რაღაცა მეგონი ყვავილიც აქვს რაღაცა. კი, მე გძნობ რაღაც ყვავილებს, ოღონდ აი ეს რაღაცა ისე კი არ არის, რაღაცა ბანძი ყვავილი. ხო, ან ციტრუსი ისე კი არ არის, აი სიტყვით თქვა რაღაცა ლიმონი ჟღეს, იქ ანანასი როგორც ქრიჩი ან რაღაცა. აი ეგ არის, აი საოცრება რა. თავიდან რაღაცა აი ბალახიც აქვს რაღაცა, ისეთი ძალიან ცნობილი ბალახია მგონი რაღაც, რაც იგრძნობა. ნუ ეს ძალიან მომწონს. ტორერო ძალიან მაგარია. ეს არის აი საოცრება, შეიძლება ვთქვა, რომ ანუ აი არაფერს არ გავს ძალიან დახვეწილი და აი როგორც სიტყვაზე ვთქვათ, აი კლავი კრისტიანის იქში ამბრა და სიგრილე მოაქვს, ციტრუს ვერ იგრძნობ, მაგრამ გრილია სუნამო რა. აი აქ არის ეგრე, არც ბერგამოტი გიტყავს, არც ლიმონი, არაფერი არ გიტყავს, აი ეს სიგრილე მოაქვს და აი ჭკუიდან გადაყევ ხარ ისეთია რა. კი, მე მხედრობ იმისა, რომ ციტრუსები არ მიყვარს, მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნო. ეს არის ოდნავ აი ეს ფუჟერულ იმებს არომატებს ეძახიან, ესეთია რა. მე საერთოდ არ ვისხავ ციტრუსს, მაგრამ რა ვიცი, ამაზე ჩვეულებრივად ვზივარ, ისე მე ამისწოდა. საოცარია რა. ძალიან კარგი. ძალიან. ეს არის დრაგონი. აი მე მაინც ვფიქრობ, ცოტა ფემინურია, რა ვიცი, აბა. ხო, ალბათ. იმიტომ რომ ეს ნაზია. ხო, ანუ ჩვეულებრივ უნისექსია, ჩემთვის მაინც ფემინურია რა. იცი რა მინდა გითხრა, რომ აი ამ იმაში ხო, ანუ ბოდიჩია სუნამოებში, იმდენად არის ერთმანეთში, აი ხა აქ არის ვანილი მგონი, მაგრამ ეს ვანილი არ არის, არც ტკბილი, არც არაფერი, ამავე დროულად გრილიც არის სუნამო. კი. ოდნავ ტკბილი, ვანილი, გრილიც არის, ალბათ ციტრუსი. მანდაც რაღაცა ყვავილებს გწვდ და ჩემთვის ვაღდიც უტყავს რა. შენთვის? არა, ხო? ხო, აი ჩემთვის ვაღდი უტყავს და აი რაღაცა ლამაზი ყვავილების ბუკეტი რო შეკრა, აი ხელით ნახჩევი ყვავილ. კი, აი ესეთი არა რა. არა, დომინანტი არცეთი არ არის, არა. და ძალიან ნაზი. კი ბატონო. აი ეგრეა, აი რაღაცა ნახჩევი ლამაზი ყვავილების ბუკეტი ვაიღო, ის სათითაოთოა აწყო ეს ბუკეტი, აი ეგეთია რა. ხო, ღია ფერებში რო არის ხოლმე ბუკეტები რა. ნუ რაღაც აი მე მგონი ქალბატონისთვის არის საოცრება. ნუ ეხა რა ვიცი, სადაც ტილია უმეტესობა კაცებს მიქონდათ, ნუ რა ვიცი, ეხა მე ტილიას ვერ გავისხავ. აი ძალიან ფემინურია ჩემთვის და ეს შეიძლება კიდე რაღაც აი ესეთ ხასიათზე ვიყო გავისხარ რა. მაგრამ სადაც ეხა ვისაც ტილია მოწონს, ტილიაზე ფემინური ნახდათ არა. ხო, ნუ ეხა მე მაგალითად არ მომწონს, როცა მოდის მამაკაცი და ეხა იავარდების სუნი რო. ხო, ნუ დისონანსია ჩემთვის, მაგრამ ეხა ვისაც მოსწონს გაიზრდა. აუ, ერთი ისტორია უნდა მოვყვე რა. და ეთვანო ტილია მინდაო. ნუ რაუნებია ცოტა მეთქი ფემინურია რა, რაღაცა იქ მეთქი ავი ქალს აუშევსო ძმაო და მოვალო, მოდი მეთქი ძმაო და ხტიფს ველოდები ვიღაცა ნაზი ბიჭი მოვა რაღაცა ისეთი ხო აზე ხა.
ტიპი გაიჩნდეთ სამი ჩვენ ხელა წოერებში ვაშკაცი ეგეთი მეთქი ოვი ძმაო შენ უნდა დაისხა მეთქი კი ძმაო მეოსო მეთქი აჰა წაიღე მეთქვა შეგაგოს გაიდი ვიღაც ნასროლოდები და ტიპი დიდი და შეხედა ბიცას უგავს და წაიღო დილია ეგ არის ანუ ადამიანი არის და გემოვნება ანუ ვერ გაიგებ ვის რა მოწონს ვის როგორ მოწონს რა ეხა მინდა აი ეს ორი გაგატესტინო რა აი თუ რა ვიცი გაარჩევ ეს არის ანუ Blue Sapphire ეს არის Blue Sapphire Super Charger თქვენც იცოდეთ რა აი ეს ერთი თვალი არის ჩვეულებრივი Blue Sapphire ორი ვარი არის Blue Sapphire Super Charger ეს თუღი 700 евро ეს ღის 1000 евро ხა ნუ აი როგორი თემა იცი 300 ევროს ხვაობა არაფერი არა რავი აი ნახე მე განსხვავება ერთი არის აქ ვერ მიხვდები 2-3 საათის შემდეგ დავიჭირე 1-2 ნოტა რომელიც იმას არ აქვს მე просто ну რაღაცა echt იბაში მაქვს კატეგორია მე ორესაც დაგისხავ ეხლა და ნახე აბა ну ეს რა ცოტა დამჩენია ესე ვერ განხილვა მე ანუ რაღაც და მოიტყუებ ალბათ ის ვინც პირველივე დასხვიდან იტყვის რომ ეს აი ახლა ნუ აი როგორ არის იცი ეს ვითომ უფრო მდგრადია უფრო დავანაურტკებული ვერსია სიმდგრადის ორივე ძალიან მდგრადია განსხვავება რაც არის ანუ რაღაც ნუ ალდეჰიდები აქ დამატებული ეგეც ვერ ვნახე მე და აი განსხვავება აი ცოტა ხანში 2 საათში ამაში აი საოცარ ზამს გრძნობ რა უკვე ხა აქ ბლოტერზე ვერ იგრძნობ კანზე რომ დაჭდა ის საოცრება მეტი რო გითხრა რომ ეხა აი ამაში უნდა გადაიხარა 700 თუ ვიხდი ბარემ 1000 ეს ვიყიდო არ არის ეგრე რა ხო და ну რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ერთი ფასი უნდა ღირდეს პლუს მინუს 50 ხო 50 евро და ნუ ეს ორი თვალიც ალბათ აძვირებს რა ეს სუნამ ჩემთვის ადრეც მithქვამს რომ არის ძალიან აი რაც არ მიყვარს კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ეს ძვირიანი სუნამოების ანუ ისე ძვირიანი სუნი და რაღაცა ძალიან სტატუსიანი რაღაცა მამაკაცი ანუ აი ამაში ვერ წარმოვიდგენია უნდა იყოს მოწესრიგებული ალბათ ეს სუნამო აი რაღაც სიმდიდრეს წარმოადგენს და აი რაღაცა განსხვავება აი მოწესრიგებულ სტატუსი და მოწესრიგება სხვადასხვა რაღაცაა აი სტატუსი რაღაცა სტატუსიანი უნდა იყოს და მდიდრული რა არ არის აი ძალიან მდიდრული არომატი აი ჩემთვის ეხა მე ეგ სიტყვა არ მეყვარს ხოლმე მდიდრულსო გამოდი მაგრამ აი სულ სხვა რამეა ვაფშე არაფერს არ გავს და ჩემს არის აი პროსტა საოცრება რა და ჩემს კაცის არომატია ეს პირველ რიგში ხო ამდუს ქალებო ხო აი ესეთი რაღაცა 35 პლუს აი ესეთი მამა ამდუს ქალებმაც წაიღობეომა და მაგრამ მოგვეწონა ხო ნუ აი ხო ხდები რა ანუ იმდენად ისეთია აი რა ვიცი ხო აი ძალიან განსხვავებული აი რა ვიცი თან გრილია თან რაღაცნაირია რა აი ეხა ჰედონისტი ხო საოცრებაა ლამაზია მაგრამ ის სადღაც შეიძლება რაღაცა დაიჭირო რაღაცა გავს ხო ის ხო მინდა ვთქვა რომ ეს აი ქვა ხო აქვს ხო მაგას აი მართლა შეიძლება ითქვას რომ აი თითქოს აი დიდარი აი ქვას ხო სუნი არა აქვს ხო აი მართლა ძალიან კარგად უხდება აი ეს Blue Sapphire-ის თვითონ სახელი ესე უხდებოდეს აი სუნამოს არ ვიცი რა მართლა ეს ხო იცი ანუ შექმნეს ინგლისის პრინცი და დედოფლის ხო ქორწინების 40 წლის თავი იყო და აი როგორც აი ბედნიერების სიმდიდრის და ხაც აი ეგეთ იმას წარმოადგენს რა და ანუ ეხა ინგლისის პრინცს და დედოფალსო რაღაცა ძალიან მაგარ შეუქმნიდნენ ხო ხდები ეხა ესეთი თემაა რა უბრალოდ რა დამართნია საწყვიდო რა ცოტა და ეხა მე ელენეს გავატესტინებ ყველაზე ძვირად ღირებულ სუნამოს 1400 ევროიანს ოდიჩიას რესპენდეთ ესეთი. რა არის იცი? აი რა გიტო ვიძახე ეს ნოტებს, რაღაცებს ამ
აბსენტი და რაღაცები უწერია, ციტრუსი უწერია, არ ვიცი. და ეს აქ შენ თუ ციტრუს და რამეს იგრძნო? აქ ჩემთვის მხოლოდ იმის სუნი აქვს, საკმეველი სუნი აქვს. ჩემთვის საკმეველი და ცოტა ამბრა რა. ну რაღაცა ბალახი სადღაც შეიძლება რაღაცა ბალახი, მაგრამ საკმეველი ხო სხვას უნდა მოეწყო შეხვედრია. მაგრამ ამავდროულად საკმეველი სუნი კი აქვს, ოღონდ აი ის აი ბოდიჩია რაღაცნაირად ახერხებს რას, იცი? ანუ თან ისეთი მძიმე ნოტაა თითქოს, ხო? თან ამავდროულად ცოცხალი, ანუ რაღაცნაირი ფუჟერული და რაღაცნაირი გამოზა. აი ეკლესიაში რომ ანუ აი ზუსტად ხო აი ეგ საკმეველი მე მაგრამ იყვას და ბევრს უნდა მოში მინახავს, მსგავსი. ხო, დომინანტი და მსგავსი არ მინახავს რა, იმიტომ ეგ ყველგან აი საკმეველი ხარ ცოტა სინთეთიური, ცოტა აქ არ ვიცი, ეგეთი ნატურალური. ну просто თან როგორი მდგრადია, იცი? დილით რომ დავისხი მეორე დილით კანზე კიდე მქონდა, ავი ჩემ კანზე ამდენ ხანს არაფერი არ ჩერდება რა. უბრალოდ, ну, რავი, ძვირია რა. მოდი ახლა შევაფასოთ, ანუ საფასო კატეგორიაში რა სიტყოდი, როგორ იტყოდი და ანუ რაღაც დავიწყოთ აი ამით. ეს რა იყო? ეს არის ძვირი. ეს ღირს $250 ესე რა. კი, 250, იმიტომ რომ გრადობაც აქვს, ხო? მაგარი. ვეჩნი, ხო? მაგარი ტყავია, კი. გრადობა. კი, ეს ღირს ნამდვილად. ეს ღირს. აბა ამაზე რა სიტყვი 1400-ია. აი ამას რაც შეეხება, ეს არის ისეთი არომატი, რომელიც ანუ აი ქართულად როგორ არის, ნალუბიწელა რო არის. მოყვარული რა, ანუ უნდა იყოს აი, იმიტომ რომ იმდენად დომინანტი ნოტა აქვს საკმევლის, ხო, რომ ძალიან უნდა გიყვარდეს. საკმეველი კი ბატონო. რომ ეს ანუ ატარო ეს სუნამო, ხო? ანუ შესაბამისად ხა მოყვარული აი მე ხა ამ სუნამოზე ავსთული რა. ანუ თუ საკმეველი გიყვარს, მსგავს საკმეველს უბრალოდ აი ბაზარზე არ ახსებობს ნახო. თუ ისეთი გაფანატებული გაქვს საკმეველზე და გინდა, ну გადაიხდი მაგ 1400 ევროს. ჩემთვის მე მიყვარს საკმეველზე გაფანატებული არა მაგ და თვლი როგორც ყველაზე ლამაზი და განსხვავებული საკმეველი უნდა ღირდეს, გაწი გამოწიე ალბათ 800 ევრო. ну მეტი არა. ხო, ანუ 1400 ხო. ხო, ну ეხა აქ იმიტომ გავაკეთე ყველაზე ნატურალური საკმეველი, რომელიც აი ყველაზე ნატურალურია. 3 ლალის, წითელი ლალის თვალი აქვს, რომელიც ну რაღაცა და საოცარი ბოთლი. ჰასუ. რაღაც 1000 ევრომდე. 980-ან 1000 რა. იცი რა, მხოლოდ იმიტომ ალბათ გადაიხდი, რომ ეს ბრენდი იცი, რომ ძვირიანია, თორე ამისი ალტერნატივა არის განიმედი, რომელიც ძალიან ბევრს მოსწონს, ხო? კი ბატონო. ну ეს ხო, ჩემთვის ახლა არის უფრო ცოცხალი, უფრო ნატურალური, ნაკლებად სინთეტიკურია, ვიდრე განიმედი, ხო? და ну ჩემს ალბათ ცოტა ძვირია რა. ძვირია. მე კი ის ბოდიჩეა თუ გინდა რომ ხო, ну აი თუ გინდა ეხა ფული გაქვს, სუპერნატურალი ხა მე ეხა იდეაში ეს რა ფასებშიც მაგ. იქ ფასი ღირს რა, ხო ხვდები ეხა. და ამის ჩამოტანა, ну ერთი ალბათ 4-მდე ავა რა, რაღაცა ხო და იქ ფასი მე რა ფასიც მაგ ღირს. მაგრამ ამაზე ვფიქრობ, რომ ერთი ალბათ 300 ევროთი გადამეტებული აქვს ამასაც რა ფასი, მაგრამ ну თუ ფული გაქვს, რატომაც არა. აი რატო უნდა დავისხა განიმედი, მე განიმედს არ დავისხავ, იმიტომ რომ აღარ მომწონს და აი განიმედის ამი ალტერნატივა მინდა დავისხავ ამას. ну ესენი ერთ კატეგორიაში გავიყვანოთ რა. ეს სუნამო იმდენად მომწონს ზოგადად. მე არ გავისხავ ამ სუნამოს, იმიტომ რომ ჩემთვის არის აი ცალსახად მამაკაცის სუნამო. ჩემი აზრია ეს ახლა ყველას როგორც უნდა ის უნდა გაისხოს, უნდა გაისხოს. ჩემთვის ხო, ხო. იმდენად ანუ კარგი სუნამოა, ხარისხიანი სტატუსის სუნი ხო საოცარია. ნარიცი.
აი ესეთი განსხვავებული, ესეთი მე არ ვიცი. აი დიდი ხანია არ დამიტესტავ. ნახე რა დღეში რა რამდენივე ანუ სუვის ხავ. ანუ ჩვეულებრივად ხო, ნუ არ ვიცი, დღეს ახლა ის გავისხიტო. ერთადერთი ანუ ხო, ნუ ეს რაღაცა ძალიან ძვირი ღირს, ხო, ორი თვალია. ხო, ნუ აი ეს ღირს 700, ეს ღირს 1000. აი რას ვიტყვით, ეს 1000 ევრო უნდა ღირდეს, ეს 700 უნდა ღირდეს. მაგრამ ეხლა რა არის? ანუ ახან ერთი და იგივე სურნელი აქვს. ხო, ანუ ამაში 1000 ევროს გადახდა სისულელეა რა. ჯობია იყიდო ეს 700-ად. ნუ რატო ვიღაცას უნდა ხო, ნუ ეხლა ხო თulis გულითო. აი ეს არის ბოდიჩიას უნამო, რომელიც ანუ ეს რო არ კონდეს, ეს 1000 ევრო ღირს, იმიტომ რომ საოცრება, ეს რახან არის, ეს ამას გვერდზე გავწევდი და ამას ვიყიდიდი 700 ევროდ რა. ეგ არის ხოვობა რა ჩემს. ნუ კოლექციონერები ხო არსებობენ. მე ორივე მინდა. კი ბატონო, იმიტომ ჩემთვის ეხა ის ბოლოში ის ამაში რაღაცა საოცარ ზამთრს ვგზნობ, ნუ სიამოვნებს რა. ჩემნაირ ადამიანს უნდა კონდეს ორივე, მაგრამ შენ თუ იმ არჩევანი გინდა რომ ეს თუ ეს 300 ევროთ იმეს ნუ გადაიხდი, ეგ არის რა. ოპალი 1000 ევრო. ხალისუნი დამავიქვა ოპალი. გასხ. მეცი რა, ხო, არა, მახსოვს ეს ოპალი. ნუ მხოლოდ იმიტომ რომ ბოდიჩეა, იმიტომ რომ ამის ალტერნატივა ჩემთვის მაგალითად აი ამ მიმართულების უნამო, ხო? სხვა რა თანხაში, ხო? მოძებნი რა, თუ არა მაქვს. ხო, ნუ მოძებნი, მაგრამ აი ესე ფურცელი და მეტალი ესე შეწყმული ცოტა ესეთია. ფურცელი მეტალი ისე ვიძახი რომ აი მოყვარული უნდა იყო ამ ფურცლის და მეტალის ერთობლივ რაღაც სიმბიოზი და მე მაგალითად არ მიყვარს ეგ ფურცელი და მეტალი და აქ ხო, აქ გამისწორდა. ხო. კარგი სუნამო. ძალიან განსხვავებულია, კი. ხო, ნუ აი რა არის ახლა კიდე ვიტყვი რა, ანუ მე ვიყიდი, იმიტომ რომ მინდა რომ მქონდეს კოლექციაში, ხო, განსხვავებულია რაღაცა და ავი ჩემთვის ხვას უნამო ეგრე არ ჟღერს. მაგრამ ვიტყოდი ესეც რომ უნდა ღირდეს, ეხა ამაზე ძვირი არ უნდა ღირდეს, უნდა ღირდეს ამის ფასი რა. ანუ პარფიუმერიაში რა იცი ხა სადაც ვიღაცა ხრით ავენტურს და ქუდენუც ვერ ანსხვავებს, თუ რა განსხვავება, იმას არ ჭირდება ბოდიჩია. მე ხა ჩემთვის არის ცოტა სხვა რამე პარფიუმერია და აი ეს რაღაცა განსხვავება და რაღაც ისეთ რაღაცებს რომ დავიჭერო სხვაში ვერ ვიჭერ, მე შეიძლება მეტიც გადავიხადო. არ ვიცი, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ღირს თუ არ ღირს. ნუ აი თამამად შემიძლია ვთქვა რომ აი ეს 1000 ევრო ეს რაც ღირს, აი ეს უნდა ღირდეს. ეს რა არის? ტორერო. ტორერო ძალიან მოწონს, არ ვიცი, ტორერო არის. აი ძალიან საოცარი. საოცარი პარფიუმერის დამფასებლები ზოგადად და ვინც ერკვევა ამ სუნამოს გაუგებს დააფასებს, რომ ტორერო ძალიან მომწონს. ძალიან მაგარია რა, ძალიან. აი თავიდან აქედან რაღაცა ბალახი სუნია და გასხმული არის ძალიან მამაცი. საოცრება. ხო, ესე თუ მივყევი ჩვენო აი რაღაცა იქ 1000 ევრო, რაღაც არის ხა სხვა ბრენდებიც, რომელიც იყო ღირს და ანუ რა ვიცი. ეხა ავი ამინდა მე მაგ ბრენდს ლანძღავობით. დრაგონი. ხო, დრაგონი არის ჩემთვის ანუ რახან უფრო რაღაცნაირად ესე გამოკვეთილი ისეთი სუნამოები მიყვარს რა, აი ცოტა ისეთები რა, ტყავი რაღაცა ცოტა მომძიმო რა. ეს არ არის საშენ. ხო, ეს საჩემო არ არის. მაგრამ რა ვიცი ხო. ეს ჩემთვის აი ძალიან აზია. ხო, აი ვაგას ვიძახი რა, აი ხო, აი ფემინურია, ლამაზია, საოცარია, მაგრამ 1000 ევრო არ. ხო, აი ხო, აი ეს უნდა ღირდეს მაქსიმუმ 500 ევრო რა. ხო. მაგრამ აი მაგ მიდგომით თუ მიუდექით ეხა. ხო. მეისონ კრიველის უდმა რა ყובה, ნუ არის 300 რაღაც ევრო ხო? ჩემი აზრით უნდა ღირდეს 300 ლარი.
ანუ მე ცოტა კრიტიკულად ვაფასებ და იმიტომ ვიძახებ, შეიძლება ვიღაცას 1500 იწყდეს, თო ის, როდესაც რაღაცა ბანძი უდია და კოწახურის კანფეტები სუნი აზდის და სოფლიო მაიტაცა და რაღაცა სადაც ომბრენომადი არსებობს, სადაც მილიონი უდი არსებობს. ასე რომ ამას ყველაზე მეტად აქვს ჩემთვის ფასი გადამეტებული, ვიტყოდი, ოღონდ ქალისთვის არის საოცრება. ძალიან ფემინური შეება, მე მაგიტო უდგები ესე რომ ნუ მე ალბათ რა ვიცი, ერთი ოჯერ სატესტოდ გავისხარ რა. ანუ აი ტორერო, რა ვიცი, ნუ ეს საოცრება. ეს ორი ჩემი ფავორიტია, ხო. და ნუ აი ხა ვისაც ჰასუც ძალიან კარგია. კი, ჰასუ და ნუ ოპალიც მაგარია რა და ჰასუ ხო ვისაც განიმედი გიყვართ აგენს, მაგრამ ჰასუ არის განიმედზე 100 ჯერ კაი ალტერნატივა. ეს კიდე რა ვიცი ხა ვინც წაიღო და საკმეველი გვიყვარსო, ეგრევე მომწერსო დანიელ ვაიმე და თან ვერ ვიშოვებ თუ არ გაზდისო სუნიო მეთქი ეგეთი. მე მგონი კაი ვიდეო გამოვიდა, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, არ დაგავიწყდეთ და მოვეხმაროთ არხს განვითარებაში. შემდეგში ერთი კაი იდეა გვაქვს და ჯერ არ გავაშხერებთ და მალე დაიდება ვიდეო. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ.